შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული დაფინანსების შემდეგ ამერიკული ფონდების შენაცვლება ახლა ევროპულით ხდება. მიზანი კი მისივე თქმით ქვეყნის არჩევნებში ჩარევა. ცნობისთვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. უწყება არასამთავრობო ორგანიზაციებს 100,000 ფუნტ სტერლინგამდე დააფინანსებს. ნიშანდობლივი არის ის, რომ როგორც ჩანს, ყველა შეეგუა იმ ფაქტს, რომ საქართველოში მომდევნო არჩევნები, რომელიც ჩატარდება, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები და ეს კარგია, რომ ყველამ რეალობას თვალი გაუსწორონ, როდესაც ნებისმიერი სხვა გარე აქტორი გამოყოფს გრანტს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში რაიმე ტიპის მონაწილეობისთვის, მან უნდა ახსნას და ძალიან კაფიოთ აუხსნას ჩვენ საზოგადოებას, რისთვის არის ეს გრანტი გამოყოფილი, ვინ იხეირებს ამ გრანტიდან და რა პოზიტიური და დადებითი შედეგი ექნება ამ გრანტის დახარჯვას საქართველოს მოსახლეობას. მართალია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიცია შეიცვალა, თუმცა კვლავ რჩებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ ფული იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ სხვა ქვეყნების არჩევნებზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, აქ მე პირადად ვეჭვობ ასევე კორუფციასაც. გამოცხადებულია ეს როგორც კონკურსი, ვიცი, აქ ვარ და დაინახავთ მთელი მოსახლეობა, რომ ამ ფულს ისევ მიიღებს ისვეთი. წინასწარ არის უკვე ცნობილი, ვის უნდა გადაეცეს ფული, ჩემი აზრით, თუ არა და დადასტურდება, იქნებიან თუ არა ეს იგივე ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე აყალბებდნენ, დადასტურებულად აყალბებდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშებს. ნახეთ, ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადება, როდესაც მან გარკვეული შეზღუდვები შემოიღო მოსამართლეებთან დაკავშირებით, კორუფციასთან ბრძოლით გაამართლა. აი ეს არის მაგალითი, ჩემი აზრით, სადაც დადასტურდება, რომ აქ არის კორუფციული ხასიათის გარიგებები, როდესაც წინასწარ არის ცნობილი, ვის უნდა მისცენ თანხა და სამწუხაროდ ეს პრაქტიკა ფართოდ არის დამკვიდრებული ზოგიერთ დონორ ორგანიზაციაში.